ნახეთ, ამ დღეს დავუბრუნდები, რომ პატარა მიმოხილვა ალბათ გავაკეთე და მიხვდებით რაშიც არის საქმე. მე პოლიციასაც შევატყობინე, მეზობლებსაც, მათ შორის სოფიასაც გაუგზავნე, რომ მოდი გავმიჯნოთ ეს და დავიწყეთ, რადგან მისიდან უარი იყო გამიჯნვაზე სამხარაოს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელს უარი უთხრა. არ მიიღო ჩემიდან ჩაბარებული წერილი, რომ გასაღებები გადმომეცი, ჩემს სახლზეა საუბარი. ანუ სამართლებრივი დავას დაწყებული მაქვს, მაგრამ ვაცნობე, რომ ამ სახლში მინდოდა, რომ მე შევპირდი ელდარის ერთ-ერთ შვილს, ულამაზეს, უკარგეს გოგოს, რომ შენ უნდა დაისვენო და დაისვენებ. მათ ჰქონდათ ინფორმაცია. ამის შემდეგ ქალბატონი სოფია ურეკავს ბავშვების დედას და ეუბნება, სადაც ხართ, იქიდანაც გამოყრით. ფეხი არ მიადგათ. კურტაინძის შვილებს და ყოფილ მეუღლეს ასევე, ხო? კი, სადაც ხარ, მეუღლეს, სადაც ხარ და არასრულწლოვან შვილებზე ემუქრება, სადაც ცხოვრობთ, იქიდანაც გამოყრით. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ არავითარ აქ მოხვიდეთ. ელდარ კურტანიძემ 21-ში, სავარაუდოდ, იმიტომ რომ 21-ში მე ვაცნობე მეზობლებსაც, გასაღებებიც კი დავტოვე მეზობელთან, რომ თუ თანამესაკუთრე სურვილი ექნება მივიდეს, პოლიციასაც, რომ როგორც კი ჩამოვალ, უნდა მივიდე 27-ში მოვაწესრიგო და ხედავთ, რომ როგორი მოუწესრიგებელია სახლი, რომლის თვითღირებულებაც ამით ალბათ ეცემა, უნდა მომეწესრიგებია და უნდა ჩამოსულიყვნენ ბავშვები. რომ გავიარეს სახლთან, დავინახე, რომ სახლიდან გადმოფენილია ის ნივთები, რომელიც ჩემს მიერბია შეძენილი. ამის შემდეგ დავრეკი 112-ში. მე სახლის კარებთან ვიყავი და ჩემს მიერ გადაღებულ ვიდეოში და ჩანს, რომ მას შემდეგ მოვიდა ელდარ კურტანიძე, მე არ მივარნილვარ მას მის სახლში. ელდარ კურტანიძე შეიჭრა ჩემს სახლში. ელდარ კურტანიძემ გააპროტესტა მისი შვილების შესვლა ამ სახლში, რომ ზაფხულდა ჩაიყვანა ცხენებით უნდა მეუბნებიან, რომ ცხენები ანუ ამას ვიმეორებს ხვის ნათქვამს დაზუსტებულად არა, მაგრამ ფაქტი ერთია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მისი აგრესია იყო ის, რომ მისი შვილები იქ არ უნდა მისულიყვნენ. ხათუნა, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. მე წეღან კითხეთ, თუ იცით, აი რა მოხდა რეჟში, ჩანს თქო, წეღან გითხარით, რომ ამ სახლის გადაფორმების მცდელობა ქონდა ელდარს და რეჟმა გააჩერა. 22-ში ხო და რა მოხდა, ხო? ამას ვერ აგიხსნით, ვფიქრობ, რომ 21-ში უთხრეს, რომ ალბათ, აი სწორედ აქედან გამოდიოდა, ამით ხელმძღვანელობდი მე და რამდენიმე სხვა ფაქტით ხელმძღვანელობდი, როდესაც გამიჩნდა დაუცველობის განცდა და განცდა იმისა, რომ მას ვიღაც ხელს აფარებდა. რომ 21-ში, როდესაც შევატყობინე, რომ მე ჩამოვდივარ 27-ში და უნდა მივიდე სახლში, ჩემს სახლში არის ელდარ კურტანიძე მეუბნებიან თქო. მითხრეს თქო და შესაძლებელია იყოს თქო, არ ვიცი თქო, 27-ში ჩამოვდივარ და უზრუნველყავით ჩემი უსაფრთხოება და გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შევემატო იმ სტატისტიკას, აღარ დავკონკრეტები კიდევ ერთხელ. ამის შემდეგსა და 22-შისა და ელდარ კურტანიძემ ზუსტად სახლის გადაფორმება, მაგრამ რეესტრმა რატომღაც ხაროზით დაუტოვა და აი ფაქტია, რომ არ ვიცი, არ დავინტერესებულა რამით. ელდარ კურტანიძე იქნება ამ სახლის 50%-ის მფლობელი თუ სოფია მეფარიშვილი თუ ვინმე იქს პიროვნება, ეს ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირი ინტერესის საგანს. ფაქტი არის ის, რომ აი ვისაც ეხება რა მათ გასაგონად მინდა ვთქვა. ის ფარატინა ფურცელი ეხლა რომელიც ხათუნას წინ უდევს და ამცავ ორდერზე როდესაც საუბრობს, არ მუშაობს, მეგობრებო. მე წეღან საუბრობდი ჩემს პირად გამოცდილებაზე და სპეციალურად მოგიხევით თქვენ რომ არ იგრძნოთ თავი ეხლა ამ სტუდიაში მარტოდ, ანუ იმიტომაც მოგიხევით და არ მუშაობს ეს ერთი ფურცელი, ფარატინა ფურცელი, ვერ იცავს ხალებს მოძალადე კაცებისგან. ეს არ არის ქმედითი მექანიზმი. თქვენ თქვით ხათუნა, რომ სახელმწიფო მუდამ აფარებდა ხელს ასეთი თქვენი განცდა და რატომ ანუ გეუბნებოდათ, რომ ვერავინ ვერაფერს იზამს, იმიტომ რომ ის მაგალითად ოცნების წარმომადგენელია, იმიტომ რომ ლუკა კურტაინძე წლების განმავლობაში ძალადობდა თქვენზე, მე რაც შევისწავლე მასალები ამ ამბის ირგვლივ ფიზიკურად,
ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, ესეც ძალიან სერიოზული ძალადობაა მათ შორის. აქ მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე არ ვსაუბრობ, ეკონომიკურად, თუმცა ამაზე რომ ვეძახი იმ კაცში ქურდს, ელდარ კურტანიძეს. ეხლა ვიგებთ, რომ 4 შემაკავებელი, 1 დამცავი ორდერი. ანუ რატომ ვერ ხერხდებოდა მისგან რაღაცნაირად თავის დაცვა და რატომ მქონდა თქვენ ეს განცდა, რომ სახელმწიფო აფარებდა მას ხელს? სწორედ იმიტომ, ინგა რომ ნახე 22 დღის მერე რომ აკეთებს დამცავ ორდერს, იქვე დაიღვა, რომ დამცავ ორდერს ის გამოცემისთანავე რომ ძალაში შევიდა და 22 დღის მერე რომ ყველაფერს ასხვისებს. ამით ყველა მოთხოვნილი პუნქტი სასამართლოს მიერ არის უგულოველყოფილი და აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წარმოუდგენელია, რომ სოფია მეფარიშვილს არ ცოდნოდა, ან თუნდაც კითხვა არ გაჩენოდა, ან თუნდაც რა იმედით ყიდულობდა $1,600,000 ქონებას, რომ აი ეს ამ ყველაფერს ერთ დღეს იარაღებს, მანქანებს, სახლებს თავად იფორმებდა. ხათუნა მე ვარაუდობ, რომ ის დაეხმარა, ეს ჩემი განცდაა, რომ ის დაეხმარა, რომ ელდარ კურტანიძეს თავი აერიდებინა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის და მე ვარაუდობ და კიდევ ერთხელ მთელი ჩემი სიმტკიცით ვამბობ, რომ მაქვს განცდა, რომ ის დაეხმარა, თანამონაწილეები არიან დამცავი ორდერის დარღვევაში. სოფია მეფარიშვილთან დაკავშირებით არაფერი მაქვს მის მიმართ საწინააღმდეგო, ულამაზესი, უკარგესი გოგოა და ვთვლი, რომ ნამდვილად შესაფერი სიწყვილია ელდარ კურტანიძისთვის და მათ გულწრფელად ბედნიერებას უსურვებ, მაგრამ სოფია მეფარიშვილს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რომლითაც მე დამემუქრა, გამოძიებაა დაწყებული ვაკე საბურთალოს პოლიციაზე და მე დღეს ვაპირებ კიდევ ერთხელ და მივმართავ ალბათ პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ რაღაც უკიდურე ბოლოს რაღაც გამოუქვეყნებია და გამომიგზავნეს არის ცილის მწამებლური, ღირსების შემლახველი, ძალიან ბევრი ფრაზა, სადაც ეხება ჩემი შვილების მამას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემ შვილებს ყავდათ ღირსეული მამა. ელდარ კურტანიძის შვილებს არ ყავთ ღირსეული მამა. იმ ორ შვილზე ვლაპარაკობ, დანარჩენ 4-ზე ვერ ვიტყვი. არ ყავთ ღირსეული მამა, ჩემი შვილების მამა იყო ღირსეული მამა და აუცილებლად დავიცავ იმ ცრემლებს ჩემი შვილისას, რომელიც დღეს ზრდის 2 პატარა ვაჟკაცს და ხელში 6 თვის ბავშვით კანკალებდა დღეს და ცრემლებლად იღვრებოდა. ბუნებრივია, უმძიმესი იქნება შვილების მდგომარეობა, როდესაც დედა არის ასეთი მძიმე ძალადობის მსხვერპლი, თქვენ თქვით, რომ შვილის მოკლით გემუქრებოდა და მე მაქვს ეს მიმოწერები მაქვს ელდარ კურტანიძის მიმოწერები და ხმოვანი შეტყობინებები, რომელსაც მორიგ თავის არ ვიცი ცოლს, ანუ ყველას ცოლს ეძახდა გოგონას, რომელზეც ჩვენ საუბრობდით ცოტა ხნის წინ თქვენ საუბრობდით ინგა ცოტა ხნის წინ, წერდა რომ ამ გოგონას მამა აფხაზეთის ომშია ნაბრძოლი და მისთვის კაცის მოკლა არ იყო დიდი სირთულე და უნდა დაეწყოთ ჩემი შვილის ნიკას მკვლელობით. ძალიან მძიმეა ამ ამბების მოსმენა და ასევე იყო მეტად შემზარავი 2016 წელს მომხდარი ფაქტის შესახებ, თუ არ ვცდები რადიო თავისუფლებაზე იყო ეს გამოქვეყნებული, თქვენთან ინტერვიუ ხო, როდესაც მე რაზე ვსაუბრობ, ანუ მაყურებლისთვის რომ ავხსნა 2016 წელს, როდესაც მაშინდელმა პარლამენტარმა, მაშინის პარლამენტის წევრი იყო, ოცნების წევრმა ელდარ კურტანიძემ თქვენზე სასტიკად იძალადა და შემდეგ ქუთაისში დაქირავებულ ბინაში ჩაგკეტათ. რა მოხდა იქ, როგორც ვიცი, თქვენ მეზობლების დახმარებით შეძელით იმ ბინიდან გამოღწევა და გაქცევა თუ გსურთ ამაზე საუბარი, არ ვიცი. იმ განწყობით მოვედი, რომ ამაზე არ მესაუბრა, მაგრამ მოდი ყველა ქალმა, ვისაც აქვს ის ვინც დღეს არის ძალადობის მსხვერპლი, იცოდეს, რომ შეუძლია გადადგას ქმედითი ნაბიჯები და აიმაღლოს ხმა და მეტი გამბედაობა სჭირდება, მაგ დროს მე არ ვიყავი გამბედავი. ის რაც მოხდა მაშინ, გცემათ მაშინ ხო, ვიყავი ფიზიკური ნაცემი და ეს კადრები რა დროს იყო, ეს იყო ბორჯომში მოხდა ფაქტი, მაგრამ ფიზიკურად გადაადგილება არ შემეძლო, ჩამსვა თავის კუთვნილ ავტომობილში, წამიყვანა მაშინ იყო
პარლამენტის წევრი, წამიყვანა ქუთაისის იმ ბინაში, რომელზედაც სოსო ჯაჭვიანი საუბრობს, ერთ-ერთ თავისი და სადაც ეს კამერები და აქ ვადასტურებ, რომ ერთ კიდე პატარა დეტალს, რომ ეს კამერები ვნახე მე და არა ელდარმა. სოსორაზეც საუბრობ. კი, ეს კამერები ვნახე მე. ეს იყო, ვეღარ ვიხსენებ იმპერატორში მესამე თუ მეორე თქო, მაგრამ ეხლა დავაზუსტე, რომ მეორე სართული და როდესაც გავიდა სახლიდან და ფიზიკურად გადაადგილების უნარი არ მქონდა და მეცვა სახლის ჩუსტებს რო ვეძახით, არ ვიცი ხარ, ის და სპორტული ელასტიკა შარვალი და ზედა, რომელზედაც შავი ფერზე და რომელზედაც სისხლი იყო გამხმარი. ელდარი რომ წავიდა პირველ საპარლამენტო სესიაზე არ შედგა ქორუმი და უყურებდი ამას პარალელურად ტელევიზიით და დაბრუნდა უკან. თქვენ ამ დროს ნაცემი ხართ? მე ნაცემი ვარ და გარედან დამკეტა, გარედან ჩამკეტა. ვიცოდი რომ მალე მოbrunდებოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ ქორუმი მეორე, ანუ შესვენების შემდეგ შედგებოდა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხი იყო გასატანი. და რომ ვნახე რომ ქორუმი შედგა და დაიწყო განხილვები, ამის შემდეგ ისევ გარედან ჩამკეტა, რომ წავიდა გარედან ჩამკეტა, ვთხოვე რომ იქნებ თქო გასაღები და ამიტომ რომ შია თქო, არ მშიოდა, მაგრამ ვიცრუე. არა, რომ ჩაირბინა იმ წუთში ამომიტანა მაწონი და ბულკი. ამის შემდეგ დამკეტა ისევ გარედან, მყისიერად, როგორც კი წავიდა და ვიცოდი რომ არ მოbrunდებოდა მალევე, გავედი აივანზე, მეორე აივანზე, ანუ ერთი სადარბაზოს, სხვა სადარბაზოს მეორე სართულის აივანზე ვიძახდი, გამომხედა ქალბატონმა, ამ წუთში სახელს ვერ ვიხსენებ, ნატო მუშკუდიანი თუ არ ვცდები და ვთხოვე რომ ვიცრუე რომ კარები ჩამეკეტა, მაგრამ აუცილებლად უნდა სიმართლე ვერ ვთქვი, მცხვენოდა რომ მე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი და ვთხოვე რომ იქნებ თქვენი დამეხმარე თქო და როგორო შვილო და აიმნიდან გადმოვალ თქო, თქვენი აიმნიდან თქო. აქვე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ სწორედ ამ ბინის ქვემოთ ქალბატონი ელისო კილაძე ცხოვრობს. რომელ ბინაში და ჩვენ ვიყავით. ამ ქალბატონმა მითხრა რომ გადავარდები შვილო და მოკვდებიო. ინგა გულწრფელი და მთელი სინდისით ვამბობ. მე მერჩივნა თუ გადავარდებ, ეს არ იყო ჩემთვის შიში. თუ გადავარდებოდი და მოკვდებოდი, მაშინ ამის შიშისგანც და არ მქონდა. ჩემთვის თავარი იყო გავქცეულიყავი. უნდა გავქცეულიყავი, ვერ ვიხსენებ. მახსოვს ფაქტი მარტო რომ მოვკიდე პოლიჯოხს ხელი, რომელიც ერთი აივნიდან მეორე სადარბაზოს მეორე აივანზე გადავდე. აი ეს მახსოვს. ჩუსტები გადავყარე და ერთი აივნიდან მეორე აივანზე გადავედი. არ ვიცი პოლიჯოხით თუ კიდევ რაღაც დავახმარე, ამ წუთში ნამდვილად მიჭირს ამის გახსენება და გადავხტი. მოგვიანებით ეს ქალბატონი ნატო მიყვებოდა მე გავიგე მისი სახელი რომ შემოგხედე გავნერვიულდიო რომ რადონის ნაცემი იყავი, როგორი ნამტირალები და აკანკალებული იყავიო შვილო. ანუ თქვენ მოგიწიათ ამ რომელი სართული იყო? მეორე სართულზე მაგრამ ცოტა მაღალი მეორე რაღაცის დახმარებით რაღაცის დახმარებით ინგარა გადავედი სხვა სადარბაზოს მეორე სართულზე. საშინელია, შემზარავია ამის მოსმენა ხათუნა. და წამოვედი ტაქსით. იცით რა, ეს კითხვა არ უნდა დავსვა, არ არის ეს ახლა ჩემი მხრიდან კორექტული, მაგრამ აი იმ ქალების გასაგონად მინდა უბრალოდ რომ რაღაცნაირი თქვენი პასუხი მოვასმეინო ჩვენს მაყურებელს, ვინც ძალადობის მსხვერპლია და იტანენ ერთხელ ძალადობს კაცი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და იტანენ ამის გამო, შვილების გამო, უფულობის გამო, საწავიდეს არიცის ამის გამო. აი ამიტომ აპატია ამ კითხვას დაგისვამ. ამდენჯერ ძალადობის შემთხვევის შემდეგ. თქვენ იცით მე რომ ფინანსური პრობლემა რო არ მექნებოდა, თქვენმა კოლეგებმა იციან. ვიცი, მე ძალიან აქტიური ვარ და არა, უბრალოდ ხო არიან ქალები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო იტანენ. ამიტომ ეხლა თქვენი პასუხი მინდა ამ ქალებისთვის, რომ როგორი შეცდომაა ერთხელ რო იძალადებს კაცი, ორჯერ, სამჯერ და ამას რომ პატიო. ამით დავიწყე ინგა. მე ამის მცხვენოდა და მეშინოდა. ნახეთ, მეშინოდა ძალაუფლების. როდესაც მან სცემა თემურ ყაზარაშვილი დაამტკიცა თემურმა რომ ისცემეს, როდესაც მან იარაღი დაადო ვასიკო გოგოლაძეს, გვარს ვერ ვიხსენებ, ჭიდაობის ფედერაციის შენობაში, რომელიც კამერებს მქონდა დაფიქსირებული, დაამტკიცეს ამ ადამიანებმა შეძლეს ვერ შეძლეს
ამ წუთში ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ არაერთი ფაქტი არის ელდარ კურტანიძის მიერ ძალადობის ფაქტი, რომლის მეც ვერ ვამტკიცებდი და ვერ დავამტკიცებდი, ინგა დამცავი ორდერის განხილვის პროცესში ისიც კი ითქვა, რომ ის სურათები, რომელიც თქვენ იხილეთ, თურმე მე მაკიაჟი მქონდა გაკეთებული წლების განმავლობაში, თურმე გრიმი, არ ვიცი როგორ ქვია, ვიკეთებდი და დედას გეფიცები, ტუშის გარდა სახეზე ვერაფერს ვისვავ. არ ვიცი მაკიაჟის გაკეთება. თურმე ამ მაკიაჟებს ვაკეთებდი და ვქმნიდი, აი ამას. თურმე ვქმნიდი, მე ხო, ვქმნიდი რას ხო, რომ ვითომ აი ესეც ერთი უბედურება კიდევ რა, ეხლა ხათუნა რაზეც საუბრობს. მე ერთხელ იცით რა კითხვა მაქვს დასმული, აი გამოძიების პროცესში, რომ ანუ აი რის საფუძველზე უნდა დავაკავოთ, ხო არ გიახლოვდება. მაინც და მაინც ადამიანი უნდა მოკვდეს, მაინც და მაინც კაცის ძალადობის დროს, ქალზე, როდესაც ძალადობს, ქალი უნდა მოკვდეს, რომ მან პასუხი აგოს, არ მუშაობს ეს თქვენი ფარატინა ქაღალდები და ეს არის უმძიმესი და კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ ხათუნა და მე არ ვიცი რამეს ხომ არ დაამატებთ კიდევ დღეს მერიდება კიდეც არ შეიძლება საერთოდ ამ კაცის არგუმენტებზე არც ვაპირებ აქცენტირებას, მაგრამ გაბრალებდათ, რომ წინა საარჩევნო პროვოკაციაო ნაციონალებთან არის დაკავშირებულიო და გვარები ჩამოთვალა იქ ნაციონალური მოძრაობის და ეს ისეთი გამაოგნებელია. ამდენი წელი ქალი იყო შენი ცოლი, ყველა შოუში, ყველა გადაცემაში საუბრობდე, როგორ გიყვარს და დღეს, როდესაც ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა და განსასჯელი სკამზეზის, დღეს ამ შენს ოდესღაც საყვარელ ცოლზე ამბობ, რომ ნაციონალების დაგეგმილი პროვოკაციაა, არ ვიცი თუ უპასუხებდით ამას. პოლიტიკურ მსხვერპლად წარმოაჩინა თავი. დღევანდელ დღეს თუ რამე გამაცინებდა, აი არ ვიცი და ალბათ ღიმილს მომგვრით დასახეზე ვერაფრით ვერ წარმომედგინა და უზნეობა ნაცემი ქალი და იარებით ქალი და ამ დროს პოლიტიკურ აფილიაციებზე საუბრობთ. წლების განმავლობაში მე მუშაობდი თავდაცვაში მინისტრის მრჩევლად, გახსოვთ ალბათ თქვენს. წლების განმავლობაში მუშაობდი სხვადასხვა ბიზნესებში და არასდროს ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არც მეგობრები, არც ბიზნეს პარტნიორები პოლიტიკური მრწამსის მიხედვით არ შემირჩევია და ეს იცის ძალიან ბევრმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა კოლეგამ და მეგობრებმა. და აი ახლა საერთოდ რა შუაშია ამდენი ძალადობის ფაქტზე, როდესაც საუბრობს მსხვერპლი ქალი, რა ნაციონალური მოძრაობა ღმერთო ყურადღება და დამერწმუნეთ მე დღეს ელდარ კურტანიძეზე გაცილებით დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანების რაღაც ნაწილს, რომელიც დღეს ქართული ოცნების მთავრობაშიც არიან, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც არიან, უფრო მეტიც არანორმალურად მიყვარს, იმიტომ რომ ბავშვობიდან, რაღაც კოლეგიალურობიდან ერთად მოვდივართ და მათ ძალიან დიდი ადამიანური ღირსებები გააჩნიათ და არ შეიძლება რომ მისი პოლიტიკური ღირებულებების ან მრწამსის გამო მე მათზე უარი ვთქვა, ან თუნდაც მასთან ვისაუბრო რამეზე. წარმოუდგენელია ეს. ხომ არ დაამატებდით რამეს ჩვენს დევანდელ საუბარს? აუცილებლად მინდა შევეხო იმ ფაქტს, რომ ეს ამ კადრების გადაღება ინგა ჩემი თვითმიზანი არასოდეს არ ყოფილა. დამცავი ორდერის ამით აღმოჩნდა ის ამ კადრების საშუალებით განსასჯელის. ვერ დავამტკიცე, ვერ შევწელი. არ დარჩენილა უწყება, რომელსაც არ მიმართე წერილით. უდიდესი წერილებით არ დარჩენილა უწყება, არ დარჩენილა ტერიტორიული ორგანო, რომელსაც არ მიმართე, უფრო მეტიც ვიტყვი, რომ მივმართე ოპერატიული ინფორმაციით, რომ ეს კაცი საშიშია და იარაღს ის დაატარებს და ამ წუთში გადაამოწმეთ და მივიღე აბსურდული პასუხი. ელდარ კურტანიძემ ჩემი საკუთრების სახლის კარებები გაატეხა თქო, ვიძახი. და ჩემს მიერ დაყენებული საკეტები შეცვალა თქო და ანუ ამით არ დასტურდებოდა დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი. ის რომ მე დავიწყე გადაღება, ეს იყო სასოწარკვეთილი დაუცველობის განცდით, აი სასოწარკვეთილი ქალის საქციელი და ეს ნამდვილად არ უსვავს ჩემს ღირსებას ხაზს, რომ აი ესეთი ემოციურად გაუწონასწორებელი აწეული ხმა და მოდი ვიტყოდი, რომ თუნდაც ვერავინ ვერ იტყვის და
ძალიან ბევრი მიცავს, მე არ მჩვევია ესეთი ისტერიული ყვირილი. ანუ მაგ დროს მე ვერ შევძელი და ყველას ბოდიშ ვუხდი ამისთვის. პირველ რიგში ნახენგა 11 საათი ვიმყოფებოდი გუშინ გამოკითხვაზე და თუ კი მექნებოდა შესაძლებლობა რომ ამომეს უნთქა და ტელეფონი ჩამერთო, მე ჩემს შვილებს ვწერდი ორ სიტყვას, მაპატიეთ დე. პირველ რიგში ჩემს შვილებს ვუხდი ბოდიშ რომ იმათმა ჩემს გამო ასე ინერვიულეს და დედას რომელიც ასე განიცდის ჩემს ამბავს და რომელმაც არასოდეს არ იცოდა ეს ამბავი. არასოდეს არ იცოდა, მათ შორის შვილება არ იცოდა, იმიტომ რომ დიახ, დავიწყე მე რომ ჩემს მიერვე, საზოგადოების მიერვე აღმართული კედლების შიგნით ჩუმად ვტიროდი. მე იძულებული გავხდი რომ ეს კადრები გადამეღო, უფრო მეცაც გეტყვი, ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელსაც დაურეკე ძალიან ემოციურად აღელვებულმა და ფიზიკურად უარი მითხრა ამ ანუ საუბარიც კი აღარ მომისმენა და მითხრა რომ მე შენი პრესსამსახური ნუ გგონი ვარ, არ დავასახელებ ახლა ამ კონკრეტულ მედია საშუალებას და მაშინ დაურეკე მარიამს და შენ უნდა მიშველო. არც კი დამჭირვებია, მადლობა მარიამს ამისთვის. კიდევ მინდა აუცილებლად შევეხო ერთ ფაქტს, რომ გაჟღერდა ქობულეთის პოლიციის მარიამ გაფრინდაშვილზე საუბარი. მარიამზე, დიახ. და ეხლა ნახე, მარიამ გაფრინდაშვილს მე ვიცნობ ძალიან ბევრი წელია. ძალიან მაგარი გოგოა მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც ძალადობის ფაქტს არასოდეს არ დატოვებდა, რა თქმა უნდა, და მარიამი, აი როგორ შეიძლება მარიამს მე ვუყურებდი, რომ მარიამი ნაციონალია, მარიამი ჩემთვის არის ადამიანი. მარიამი არ არის არც ნაციონალი, არც რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული. ისევე როგორც მე, არის ობიექტური. მართლა ძალიან ობიექტური და საუკეთესო ჟურნალისტი. ანუ ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა ეს, რომ აქ გამომეგზავნა და გაჟღერდა ქობულეთის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის სალომეს სახელი და გვარი, რომლის გვარი მე გავიგე და უსამართლო ხათუნა ვიქნები თუ კი არ ვიტყვი სალომეს დამსახურებას იმაში, რომ აი ამ სიტუაციიდან, როდესაც მე მივედი პოლიციის განყოფილებაში, სალომე იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, მიუხედავად ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობისა, მე მეგონა რომ დედა მივლიდა იმ წუთში და დედა ზრუნავდა ჩემზე. მარიამს არ შეშლია მაშინ არც თანადგომა, არც ზრუნვის მომენტი და მისი პროფესიონალიზმიც სწორედ ის იყო, რაც მე იმ დროს იმ წუთში მჭირდებოდა. მადლობა ხათუნა, მე მინდა გთხოვო იყო ძლიერი. ეს არის ძალიან ძლიერი. არა მარტო შენი ემოციური მდგომარეობა, ეს არის უმძიმესი. ამას ვერ გაიგებს ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ძალიან ახლობელიც კი თუ ის თავად არ არის, თუ მას თავად არ აქვს გადატანილი, აი ეს ემოცია, ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ხარ შენ. ამიტომ მინდა გისურვო იყო ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შენ ალაპარაკდი ხმამაღლა. მოძალადე უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის. დიახ და კიდევ ერთხელ. ვინც არ უნდა იყოს ის. ისაუბროთ ძალადობაზე არ არის სირცხვილი, სირცხვილია იყო მოძალადე. ამიტომ ყველამ ერთად ვილაპარაკოთ, ყველას ერთად ხმა იქნება უფრო ხმამაღალი და სამართლიანი.